მოგესალმებით, მინდა გაგიზიაროთ დღევანდელი ნამუშევარი და გაჩვენოთ თუ ესეთი ულამაზესი თმისგან როგორ ვარცხნილობას გავაკეთებთ. ფერიც არის ბუნებრივი და რა თქმა უნდა ძალიან ეფექტური. დავჭიმეთ თვალები მაღლა, აუცილებლად, რადგან ამ ვარცხნილობას განსაკუთრებულად უხდება დაჭიმული თვალის ფორმა და შემდეგ დავიწყეთ ეტაპობრივად თმის დამუშავება. აუცილებელია თმა იყოს გამოკვეთილად მბზინვარე, მაგრამ მბზინვარება და სისუფთავე მივიღოთ არა ლაკებისგან გაშხენთილი, არამედ ისევ დამუშავებისგან. შემდეგ პროფილის მოცულობის გამოვიყენე ეგრეთ წოდებული ბუბლიკი, რომელსაც მე ვჭრი და აი ესე ვიყენებ, რადგან უფრო ბუნებრივი ეფექტი აქვს და შესაბამისად არც ძალიან ეტყობა, რომ თმაში ჩამაგრებული აქვს, თან არც ამძიმებს მომხმარებელს. დავამაგრეთ და გავაგრძელეთ ისევ თმის დამუშავება. კარგად დავამუშავეთ, მივიღებთ მაქსიმალურ ფიქსაციას და შემდეგ დავიწყებთ ეტაპობრივად ჩოლკის მხარეს გადასვლა. გადავწყვიტე ამ გოგონასთვის გამეკეთებინა წინ აწეული ჩოლკა, რომელსაც ცოტა ზოლების ეფექტი ექნებოდა. შესაბამისად დავახვიეთ, დავამუშავეთ და ესე მივყვებით ბოლომდე. დახვევის შემდეგ აუცილებლად ვამაგრებთ, რადგან ფიქსაცია გქონდეს უფრო ძლიერი და მდგრადი და შემდეგ ეტაპობრივად დავიწყებთ ამ ჩვენი დახვევების დაშლას. აი ესეთი სიბზინვარე გამოგვივიდა და თავშალეთ თმები და დავიწყეთ ეტაპობრივად ვარცხნილობის დამუშავებას. რა თქმა უნდა, მაქსიმალურ სისუფთავე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა იყოს თმა არა გამხმარი და ლაკით გაშხენთილი, არამედ ძალიან ბუნებრივი ეფექტით დამუშავებული, მაგრამ დამუშავების საიდუმლო ზუსტად მდგომარეობს იმაში, რომ ზომიერად უნდა გამოვიყენოთ თმის ფიქსაცია, ლაკი და სწორად უნდა ვიცოდეთ თმის დამუშავება და თმის სწორად დამორჩილება, რადგან არასწორი დამუშავებით, არასწორი მოქმედებით შეიძლება მომხმარებელს თმა დავუზიანოთ, ეგრეთ ვთქვათ, დავუწვათ და შესაბამისად მომხმარებელიც უკმაყოფილო იყო და თქვენც ვარცხნილობა არ გამოგივიდეთ შესაბამისად ეფექტური. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, გაუფრთხილდით სხვის თმასაც და ასევე თქვენს ნაშრომსაც. თმა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.